თებერვალი მშვიდობისა ჩემო კარგო ადამიანებო, ხეში წყალი ჩადგა, თებერვალი დადგა. ჩიტმა ჩიორამა, საძირკველი ჩადგა. თუ გადგა. რა მნიშვნელობა აქვს, მოკლედ. მოლხვა ყველაფერი, იმედი ადამიანების გულებიც მოლხვება და გაზაფხულის სურნელის რაღაც უკვე მომენტები ტრიალებს მგონია ჰაერში. ჩემთვის ასია და თქვენთვის არ ვიცი. დღეს რაღაცა მართლა გაზაფხულის ხასიათზე ვარ. და ვნახოთ თებერვლის ენერგიები რა იქნება. პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი. და პირველ ვარიანტთან ვნახოთ რა ენერგიები იტრიალებს თებერვლის თვეში. ცხრიანი თასები, ემოციები, 10-იანი პენტაკლები, ხვავი, ბარაკა, დოვლათი, სწორი გადაწყვეტილებები, გამართლება, 9-იანი პენტაკლები, სტაბილურობა, ხელფასის მატება ან პრემია ან რა ვიცი, რაღაც დანამატი, 4-იანი პენტაკლები, ცოტა გაუფრთხილდით უბრალოდ თქვენს უკვე შეძენილ რაღაცებს, შეიძლება დანაზოგი გაქვთ, ან ყოველ შემთხვევაში ხელაღებით არ ხარჯოთ რაღაცეები, არ იყოთ უმადური არავისი და არაფრის ამ სამყაროში, მადლიერების განცდა გაგაჩნდეთ და საბედისწერო რაღაცებით შეიძლება დატრიალდეს თქვენს ცხოვრებაში. არ გამოვრიცხავ, ჯადოსნური ამბები მოხდეს ჩემო მეგობრებო, ვარსკვლავის არკანით მიზნის მიღწევა, წარმატებები, ოცნებების ასრულება და 10-იანი თასები. ემოციები, რაღაცა ძალიან მაგარი ენერგიებია. რა დაგიმალოთ და მეც მინდა მსგავსი ამბები, მსგავსი ჯადოსნური ამბები. მშვენიერი, მადლობა პირველ ვარიანტს. ნახოთ ახლა აბა მეორე ვარიანტს. რა უღიმის თებერვლის თვეში? აბა გვაჩვენეთ რა უღიმის მეორე ვარიანტს. პირველი ისეთი ვარიანტი იყო, რომ რაღაცა მგონია ეს ენერგიები ხო, ტრანსფორმაციიდან გამოსვლა, ბარაკა, დაწინაურება, წინსვლა, წარმატებები, ხო, ვიღაცის ცხოვრებაში პირდაპირ მნიშვნელობის შესაძლოა შემოვიდეს ადამიანი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები უზადო ურთიერთობებს მოგიტანთ. ურთიერთგაგებას, მეგობრობას, სიყვარულს, მზრუნველობას, მხარდაჭერას, სითბოს და რა მაგარი ენერგიებია. რაღაცა პირველი ვარიანტი ხო მომინდა, ახლა მეორე ვარიანტიც მომინდა. ოღონდ ილუზიები და ოცნებები ზედმეტი არ შეიქმნათ. რეალურად შეხედეთ ცხოვრებას და მიიღეთ ის შანსები, რასაც სამყარო მოგცემთ. სამსჯავროს არკანით მზად იყავით, რომ რაღაცეებზე პასუხი შეიძლება მოგეთხოვოთ და აქ სამი ისეთი მაღალი არკანია, სამსჯავროს არკანი, დაკიდებული მამაკაცის არკანი და ბედის ბორბლის, რომ რაღაცა შეიძლება კარმული გზის დასასრულიც იყოს და ბოლოს თქვენს ცხოვრებაში დადგეს ბედნიერების, გამარჯვების და წარმატებების მიღწევის დრო და დაგვირგვინდეს კიდეც ადამიანით, ნამდვილად. აქ ისეთი ენერგიები ტრიალებს, რომ არ გამოვრიცხავ. ეს ხვავი და ბარაკა გასაგებია, მაგრამ შესაძლოა ცეცხლოვანი ადამიანიც შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. მშვენიერი მეგობრებო. იმედია მესამე ვარიანტი ამ ხაზს არ გააფუჭებს, კარგი ენერგიების ხაზს. და ვნახოთ მესამე ვარიანტი რას პირდება თებერვლის პერიოდში ჩემს მაყურებელს. აბა მაჩვენეთ რა მოდის სამიანი კვერთხები, გამარჯვების, აღიარების,
ოღონდ შეიძლება ვიღაცას დავაგქონდათ რამე და პირდაპირ მნიშვნელობით რაღაც სამართლებრივი მომენტები იყო და აქ გამარჯვება გელოდებათ. შესაძლოა უბრალოდ თქვენ გაარკვიოთ საკუთარ თავში რაღაცები და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ და ან ბოლოს და ბოლოს სამართლიანი გახდეთ. რაღაცა გარკვეული მოვლენების ან ადამიანების მიმართ, რაც ძალიან დიდ ემოციურ სისავსეს მოგიტანთ, ოჯახში რაღაც წარმატებები, ბედნიერება, კვერთხების დედოფალი, ვიღაცასთან შესაძლოა კიდევ ერთხელ ვიმეორებ პირდაპირ მნიშვნელობით, კიდევ ერთხელ რატო ვიმეორებ, მეორე ვარიანტიც იყო ადამიანის გამოჩენა და აქაც შესაძლოა ეს ცეცხლოვანი ადამიანი გამოჩნდეთ, ან უბრალოდ დაგეხმაროთ მატერიალურ და კარიერულ წინსვლაში. კიდე აბა მენახე რა ელოდება პენტაკლების პაჟი, შესაძლოა ვიღაცამ რაღაც ახალი დაიწყოთ, გადაწყვიტათ რომ ან პროფესია შეიცვალოთ, ან სამსახური შეიცვალოთ და რას მოიტანს ეს სისავსეს, ბედნიერებას, ხვავს, ბარაქას და კიდე ერთი არკანიც ვნახოთ. მოდი აბა ავჩეხოთ არკანები, ავჩეხოთ და ერთი არკანიც მანახე მესამე ვარიანტთან. აბა რაინ, კი, რაც აქამდე დასასრულებელი იყო, რაც იყო გადასაწყვეტი, რაც იყო ასე ვთქვათ მერყეობის პირობებში და ჭოჭმანის პირობებში, ის აუცილებლად გადაწყდება და როგორ გადაწყდება, კიდევ დავამატოთ ერთი არკანი და მე მართლა დავასრულოთ. აბა მაჩვენე როგორ გადაწყდება ეს ამბავი. ხო, პენტაკლების მეფე, რა თქმა უნდა, ხვავით, დოვლათით, წარმატებით, შესაძლოა ვიღაც ძალიან ისეთი გავლენიანი ადამიანიც დაგეხმაროთ თქვენი მიზნების მიღწევაში. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან ბედნიერი ვარ. სამივე ვარიანტთან, არ ვიცი ვინ მიყურებთ, მაგრამ ისეთი არკანები და ისეთი ენერგიები მოვიდა, რომ დღეს ისე ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი, რაღაცა სხვანაირად დამბუხტული, არ ვიცი, თქობა თებერვლის ბრალია და მართლა წყლის ჩადგომის და ახლა მთლად კიდევ უფრო კარგ ხასიათზე დავდექი, რომ ალბათ ემოციებიც გადამდებია. და რატო არა იყოს ბევრი ბედნიერი ადამიანი და ბევრ სხვა ადამიანს გადასცოს თავისი ბედნიერება და სიხარული. ძალიან დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო, სმენისთვის, ჩემს სახლზე ყოფნისთვის და ნდობისთვის. დაგემშვიდობებით, მადლობა.